გარემოსდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფები სოფელ კურსებში ამ დრომდე რჩებიან და სავარაუდო რისკებს იკვლევენ. სწორედ სპეციალისტთა მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე გაირკვევა, როდის და რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას. როგორია პირველადი დასკვნის შედეგი, ამ თემაზე გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეს ადგილი მეწყრული პროცესებისადმი მიდრეკილია და აქ სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ძველი მეწყრული ბლოკი არსებობდა. მანამდე ვიდრე იქ ადამიანები დასახლდებოდნენ. პროვოცირება კი გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა. შეგახსენებთ, მეწყრული პროცესები კურსებში დაახლოებით 60 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 მარტს დილა-ადრიან განვითარდა. აქ არსებობდა ძველი მეწყრის ასაკი არავინ არ იცის, ეს არის შეიძლება 5000 წელი, შეიძლება 10000 წელი. ამ მეწყრის შემდეგ დასახლდა მოსახლეობა, ეს იყო სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი მეწყრული ბლოკი, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს არის გეოლოგიური პირველ რიგში, მორფოლოგიური, კლიმატური, ძირითადად ეს ფაქტორებია, მოახდინა პროვოცირება ამ მეწყრული სხეულის, მასშტაბური მეწყრული სხეულის სწორებზანდე სადღაც 60 ჰექტრამდეა, 60 ჰექტრამდეა ამ ტერიტორია. საბედნიეროდ დროულად იქნა უსაფრთხოებზე გადაყვანილი და 80 ოჯახამდეა გადაყვანილი, თუმცა საკუთრივ მეწყრის კონტურსში სადღაც 60 ოჯახის კუთვნილებაა. ზოგი შეიძლება 60 ოჯახი ახლა იქ არ ცხოვრობდეს, არიან სხვა სხვა რეგიონებში ან გასული, მაგრამ 60 ოჯახს გააჩნია ასე ვთქვათ საკარბიდამო და საცხოვრებელი სახლი. თავს დაზღვევის მიზნით მიმდებარე ტერიტორიებიდანაც დამატებით იქნა გაყვანილი, ასე ვთქვათ, მოქალაქეები. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, დღესაც კიდევ განმეორებით მოხდა იმ მეწყრული სხეულის კონტურის დაზუსტება. სტიქის ზონაში ვინც ცხოვრობდა, ისინი ყველა დაექვემდებარება გასახლებას. თავარია განსაზღვროთ ახლა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ხომ არ დაემატება სხვა მიმდებარე ტერიტორიებიდან. ჩვენ სააგენტო ყოველწლიურად გამოცემს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც მოცემულია აი მეწყრული პროცესებისადმი მიდრეკილი ტერიტორიები, ნაჩვენებია და მათ შორის იყო სხვა შორის კურსებიც, მაგრამ და ლოკალურად ერთეული ოჯახებზე ამ სოფელში არა მარტო ამ მეწყრის მიმდებარედ, არამედ იქ მდინარე წყალწითელას მარჯვენა ნაპირზედაც ოჯახები შეფასებული ყოფდა და ზოგიერთი დაექვემდებარა თავის დროზე გეოლოგიურად გადაადგილზე გადაყვანას. მაგრამ აქ საუბარი ამ ბიულეტენში ეს არის მიდრეკილი ტერიტორია, მაგრამ არავინ არ იცის, როდის მოხდება. ეს არის არც ჩვენ და ვერც ერთი ქვეყნის სპეციალისტები ვერ ამას, როგორც აი მიწისძვრის ვარიანტი, როდესაც ესე მყისიერად ვითარდება პროცესი. თუმცა ვიცით, რომ აქ ეს ადგილი მიდრეკილია მეწყრული პროცესებისადმი. მომავალ კვირაში უკვე ეს სია გვექნება, ვინ უნდა დაექვემდებაროს გადაყვანას და ვინ შეიძლება ზოგიერთი ცალკეული ოჯახები დარჩეს მონიტორინგული დაკვირვების ქვეშ. სტაფონში ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურ საფარიანის სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანის სტადიონის აშენებას გეგმავს. დაგეგმილი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და რეგიონში სპორტის განვითარებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტი შიო მუჯირი ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით ცოლღუნაშვილმა ეკლესია მონასტერთან მიმდებარე ტყის ფართობების დაცვისა და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღინიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და მოვლაში. ჩატარდა საპატრიარქოს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული კომისია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის. კომისია მიისჩელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის ტყის ერთობლივ მართვასთან მიმართებით, ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხები, რომელიც აქტუალური არის ამ შემთხვევაში და განისაზღვრა სამოქმედო გეგმის ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ შემდგომ ნაბიჯები გადაიდგას, შემდგომი გეგმები დაისახოს იმისთვის, რომ ერთობლივად იმართოს ის უნიკალური რესურსი, რაც არის საქართველოს ტყე. ტყე წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ რესურს, ეროვნულ ღირებულებას და ისტორიულად მოგეხსენებათ, რომ ბევრი ეკლესია მონასტერი განლაგებული არის ტყეში, განლაგებულია ესეთ მიუვალ და უდაბურ ადგილას და დღეს ხდება პროცესი მონასტრების გაცოცხლების, მონასტრების განახლების და სამონასტრო ცხოვრების აღდგენის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა ასე თქვა დაიდო და სიწმინდეს დაუდო სათავე ადგილს ლოცვისა და სიწმინდისა, რომ ეს იყოს დაცული სწორად და ფარგლებში იმ მოთხოვნებისა, რომელიც გააჩნია დღევანდელობას, იქნება ეს სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით. მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლე 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა დასავლეთ საქართველოს სალიცენზიო შეჯიბრს ძიუდოში. ასეულობით სპორტსმენი 3 ასაკობრივ კატეგორიაში იყო გადანაწილებული. შეჯიბრი 2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა დაიწყეს. თემურ კამლაძის სახელობის ტურნირი ჯონდო ჯანიაშვილის ხსოვნის საპატივცემულო დაგეგმილმა საშეჯიბრო დღემ ჩაანაცვლა. სალიცენზიო ასპარეზობა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს პერსპექტიული ძიუდოისტები გამოავლინა, მესამე დღეს სულხან ხვედელიძის სახელობის ტურნირი დასრულდა, რომელიც 2014-15 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის გაიმართა. ტურნირის მხარდაჭერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იყო. ფედერაციის გადაწყვეტილებით იცით, რომ ჩვენ ხშირად რეგიონებშიც ვატარებთ ასეთ შეჯიბრებს. ეს განპირობებულია იმით, რომ მოხდეს რეგიონებშიც გატანა ასეთი დონის შეჯიბრების. მე ძალიან მოხარულია ვარ, რომ ზესტაფონი ესეთ მაღალ დონეზე მასპინძლობს სამ ტურნირს და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი თაობა, ეს ახალგაზრდები სამომავლოდ გვაჩვენებენ იმ შედეგს, რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული, მოიგებენ მსოფლიოს, ევროპას და ოლიმპიურ თამაშებს და ეს ყველაფერი მე რამაც რომ ხელს შეუწყობს, რაც ვახსენე ზემოთ ხსენებულს. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, სადაც გამარჯვებულები მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას. ჩვენ ვცდილობთ ბევრი სპორტსმენი ჩავაბათ ამ საქმეში. ჯანსაღი თაობა გავზარდოთ და ხელს უწყობთ ყველანაირად. უდგავართ ახალგაზრდებს გვერდში. ქალაქში ჩამოსული არის 600-მდე სპორტსმენი, რომელიც ღებულობს სამ შეჯიბრში მონაწილეობას. ასეთი მასშტაბის შეჯიბრი ჩვენ ქალაქში არ ჩატარებული. წეულობით მონაწილეს შორის საინტერესო შედეგები დადეს ზესტაფონელმა ძიუდოისტებმა. თემურ კამლაძის ხსოვნის ტურნირის ჩემპიონი დავით კვარაცხელია გახდა, მესამე ადგილზე კი მათე ლილუაშვილი გავიდა. ჯონდო ჯანიაშვილის სახელობის ასპარეზობის გამარჯვებული გიგლა დვალია, მეორე ადგილზე კი თორნიკე ლილუაშვილი გავიდა. სულხან ხვედელიძის ხსოვნის საპატივცემულოდ გამართულ ტურნირზე პირველი ადგილი თაზო სიდამონიძემ დაიკავა, მეორეზე დემეტრე ბირბიჩაძე გავიდა, მესამე პოზიცია კი ირაკლი წოლუკიძემ, სანდრო აბულაძემ და ანდრია
შეუძლია უკლებამ დაიკავეს. ძალიან მზად ვარ, ძალიან ბევრი ვარჯიშე და ვეცდები რომ ბევრი კაი ბიჭია რა და ვეცდები რომ ჩემპიონი გავხდე. მადლობა ზესტაფონს და ძიუდოს ფედერაციას რომ ასეთი კარგი შეჯიბრი მოაწყოს.